Დღის სხვა სიახლეები აფხაზური მედიის ინფორმაციით თურქეთის ქალაქ სიდესა და სოხუმს შორის დაძმობილების შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიგბამ და სოხუმის ეგრეთ წოდებულმა მერმა ალიას ლახაბუამ თურქეთის დელეგაციამ მიიღო შეხვედრაზე აფხაზურმა მხარემ თურქ-სტუმრებთან საზღვაო და საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესაძლებლობაც განიხილეს. რას ფიქრობენ ქართველი ექსპერტები და რას ურჩევენ ისინი ხელისუფლებას, ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. ქალაქებს შორის დაძმობილების შესახებ ხელშეკრულებას ხელი სოხუმში მოეწერა. დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ განცხადებები როგორც სიდეს, ასევე სოხუმის მერებმა გააკეთეს. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთისა და აფხაზეთის ურთიერთობათა ისტორიაში. სოხუმი 2500 წლისაა, თითქმის ამდენივე წლისაა სიდეც. სოხუმი და სიდე საკურორტო ქალაქებია. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ სოხუმი აფხაზეთის დედაქალაქია, სიდე კი თურქეთის უბრალო ქალაქი. ჩვენს ქალაქებს დიდი ისტორია აქვთ, რაც სიდესა და სოხუმის დაძმობილების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია. დღეს აფხაზეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობათა გაღრმავებისათვის დიდი ნაბიჯი გადაიდგა. აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა თურქულ დელეგაციასთან საზღვაო და საჰაერო პირდაპირი მიმოსვლის შესაძლებლობაც განიხილეს. კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, სოხუმსა და სიდეს შორის დადებული ხელშეკრულება ქვეყნებს შორის ურთიერთობათა რეჟიმის შექმნას არ გულისხმობს. დამოუკიდებლად მათ არ შეუძლიათ ასე ვთქვათ, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის რეჟიმის შექმნა. მაგრამ ქალაქებს შორის რეჟიმის შექმნა მათ შეუძლია და ყოფილა ასეთ შემთხვევაში, ხო სამსუნთანაც ჰქონდა რაღაც ამბაგვარი ამ ტიპის არა უფრო სკონერი, მაგრამ მაინც ხელშეკრულება სამსუნში გალაგებული სავაჭრო ორგანიზაციებთან ჰქონდა სოხუმს გაკეთებული. ასე რომ ანკარამ უნდა გადაწყვეტოს საბოლოო ჯამში. შესაძლოა საქართველოს მხარემ უნდა მიიღოს გადადგა შესაბამისი ნაბიჯები იმისთვის, რომ ოფიციალური თურქეთთან ურთიერთობა სოხუმს ჰქონდეს მხოლოდ თბილისის გავლით. რაც შეეხება საზღვაო და საჰაერო მიმოსვლის შესაძლებლობას, ექსპერტი ამბობს, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას ამის მიღწევა გაუჭირდება. საჰაერო სივრცე არ აღიარებული ქვეყნისა, რომელიც არ არის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, ამ საჰაერო სივრცეს ათვისება არაფერ შემთხვევაში არ შეიძლება იკაფის წევრი ქვეყნების მხრიდან. სოხუმსა და სიდეს შორის პირდაპირი ურთიერთობების დამყარების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას ოფიციალური თბილისი ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.